მე ამაზე ველაპარაკებ აუცილებლად, იმიტომ რომ მთელი თვე ვენერა და პლუტონი გვაქვს შეერთებული და თან ვენერა რეტროგრადდება და რაღაც გადაწყვეტილებები გვინდა არ გვინდა უკვე მისაღები გვაქვს, ხო? ამაზე რავი, ერთ წელი ვსაუბრობ და ერთ წელი ავიძახით, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ხო? რაღაცა მხარე უნდა ავირჩიოთ და კაცმა არ იცის რომელია სწორი მხარე. ყველა მხარეს, თუნდაც ის რაც სოციალურად ხდება, გლობალურად ხდება, მსოფლიო მასშტაბით ხდება, ხო? ყველა მხარეს აქვს თავისი ეგრეგორი და ყველა მხარეს არის რაღაცა რაოდენობა გაცნობიერებული ადამიანების, ხო? ეხლა უნდა შევეხო სატურნი და ურანის კვადრატს, რომლის ზუსტი მესამე კვადრატი დგება დეკემბერში და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვახსოვს პირველ და მეორე კვადრატზე რა თემები წამოწია, ხო? ნატურა და მიბმული. ანუ შულდოსნიდან მოდი ესე დავწყოთ, მოდი ზუსტად ეს თემა. ანუ რა არჩევანს ვაკეთებ, რა ჩემი სოციალური როლი, ხო? იქ სტატუსზე ვლაპარაკობ, ჩვენს როლზე ვლაპარაკობ შულდოსნაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოვიარ, პრობლემა ის, რომ კვადრატი აქვს ნეპტუნთან დაბნელებას და ოპოზიცია აქვს ლილითთან და ინფორმაცია კიდევ ერთხელ რომ ესე გასაგები იყოს არის ძალიან გაბლარული ეს სიტყვა მიყვარს მე ანუ არ ჩანს კონტურები არ ჩანს რა არის სწორი რა არის არასწორი და უკვე ჩვეულებრივი ბრძოლა მიდის ინფორმაციულ დონეზე ესე ვთქვათ ვის რას დავაჭერებთ ხო ამიტომ ეს დაბნელებები ძალიან კარგად ჩდება ხოლმე ზოგადად სამყარო ხო სწორად არის მოწყობილი თავის დროზე ჩდება ხოლმე რაღაც ასპექტების წინ და ესე ვთქვათ გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ ჩვენ თვითონ ჩვენი პირადი ინდივიდუალური არჩევანი ან გავაცნობიეროთ რაღაცები მაგრამ ნუ გვაქვს ახლა კიდე მეორე პრობლემა ის რაღაც ტიპის პოინტების ასპექტები რაც გვაქვს გვეზარება ხოლმე მეც მეზარება რაღაცა მაგრამ გვეზარება ზოგადად ადამიანებს რაღაცა გვეზარება ეს უკენდა რომ ვიღაცამ გააკეთოს ჩვენს მაგურად არჩევანი სულ ვეძებთ რაღაც ავტორიტეტებს სულ ვეძებთ რაღაც მოკლედ აი ფატალურობას ხო ვიცახ რომ ძალიან ცოტა ასტროლოგიაში და აი ეს დაბნელებები და ეს პერიოდი რომელსაც მე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტები მოყვება რომელზეც ვილაპარაკებ რაღაცა ასპექტით ოღონ ესე საშიშად არ ჟერს რა თქმა უნდა ფატალურია ანუ რატოა ფატალური გვინდა არ გვინდა პროცესი ჩაშვებულია გვინდა არ გვინდა მთელი წელი ავცხოვრობთ ურანი ესე ვთქვათ სატურნის კვადრატით და ეხლა არის ბოლო ზუსტი კვადრატს ქმნის ხო? რეტრო იყო ვიცით ეს ყველაფერი და ეხლა გასწორდნენ და ისევ გააკეთეს ეს ზუსტი კვადრატი. ანუ უკვე მესამე კვადრატზე შემოbrunებულ პლანეტებზე. აი ის თემა რადგან ჩვენ ერთ წუთში ვლაპარაკობთ რომ აქ ვლაპარაკობთ თქვათ შენარჩუნებაზე თუ პროგრესზე ვლაპარაკობთ წინააღმდეგობაზე თუ წესრიგზე სატურნის და ურანის თემები ხო? და ეს ვიცით რომ ჩვენ არჩევანი გასაკეთებელი გვაქვს და ანუ არავინ არასდროს არ გააკეთებს ჩვენს მაგურად არჩევანს და ის ასპექტიც როგორ გათამაშდება, რა სცენარი იქნება ამ ასპექტს დამოკიდებულია იმაზე ჩვენ ამდენად თითოეული ადამიანი ავიღებთ რაღაცებზე პასუხისმგებლობას, ხო? იმიტომ რომ ისევ მივდივართ აგრეგორებამდე, ისევ მივდივართ კოლექტიურამდე, ისევ ძალიან ბევრ რამემდე მივდივართ. ამ ხელა ასპექტები, როცა ზედა პლანეტები ქმნიან ხანგრძლივ ასპექტებს, ეს მოდი რავი დავარქვათ რა, ცოტა ხატრულად, ეს არის ერთგვარი ნება კოსმოსის, ხო? დაგვაკორექტიროს, იმიტომ რომ ძალიან არეულად ვართ ამ ბოლო პერიოდში, ძალიან გახლეჭილად ვართ და ნუ ჩემი სუბიექტური აზრი გავაჯერებ, რომელსაც არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ რაღაცა ეხლა გვეჩვენება ეს მეჯიკად ვერ ხვდებით რატო ხდება ეს ამბები, ხო? ვერ ხვდებით რატო გვიწევს რომ რაღაც მხარე ავირჩიოთ, რაღაცა პერიოდის მერე აუცილებლად დაილექება ეს ინფორმაცია და დავინახავთ რა არის სწორი, რა არის არასწორი. ეს ბოლო 2 წელი რაში ვცხოვრობთ ხალხმა. თავიდან იყო ეს მომენტი, რომ აი ხო ვიცახოდეთ რომ შეიცვალა რეალობა და ისეთი არ იქნება რეალობა, ოკეი, კი, გავიგეთ, ანუ ეს მივდივართ ზუსტად აქედან და რაღაცა პერიოდი ქონდა ლუფტი. რომ ჩვენ თვითონ რაღაცა ესე ვთქვათ ბერკეტების გარეშე რომელსაც იყენებს სისტემა ეგრეგორი რაც კიდე დაარქვით არა აქვს აბსოლუტურად მნიშვნელობა ხო ამის გარეშე გაგვეკეთებინა ანალიზი სად ვართ და რა გვინდა მაგრამ ეხლა კიდე ერთხელ ვიძახი ესაა ბოლო ზუსტი კვადრატი სატურნის და ურანის და უკვე მთავრდება ეს თემა ეს პროგრამა მოდი ესე ვთქვათ და გვინდა არ გვინდა გვიწევს ხარის არჩევად და იმ ხარის სადაც დადგებით უნდა გქონდეთ გაცნობიერებული რატო დგებით ნუ დადგებით გაუცნობიერებლად რაღაც რომელიღაც მხარეს ნუ ამოეფარებით ვიღაც სხვა ადამიანებს ნუ იტყვით რა ეს ადამიანები ჭკვიანები არიან და მოდი ესენი თუ ასე ფიქრობენ მეც ესე ვიფიქრებ ან აი ეს ადამიანები არიან ძალიან ჭკვიანები და მოდი ესე ვიფიქრებ უი ეს ადამიანი მეამბოხია და მოდი მე ამის გვერდით დავდგები უი ეს ადამიანი კანონმორჩილი ხვდებით ანუ აი ესეთი მარტივი შეფასებების დრო აღარ არის იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ გაუცნობიერებლად რაღაცა მხარეზე ყოფნა ნიშნავს რომ ეგრეგორი იღებს ჩემს ენერგიას ისე რომ მე არაფერს ფაქტიურად არაფერს არ მაძლევს სანაცვლოდ ხო თავარი მაინც არის ჩემი ინდივიდუალური სურვილი როგორ მოქმედებს კოლექტიურ სურვილზე ნახეთ რა თქმა უნდა აქ ეგო ირთვება აქ რა თქმა უნდა ვენერა როგორც პირადი პლანეტა მაინც მეუბნება რომ შენთვის რა არის მნიშვნელოვანი მოდი იმაზე ვიფიქროთ იმას გავაკეთოთ ეს მანიფესტაციები იმით გავაკეთოთ არჩევანი ხო მაგრამ ახალ ფორმატში გადავდივარ და ეს არის შეუცვლელი პროცესი ხო და ამ ახალ ლეველზე გადასვლის მომენტი უნდა იყოს კოლექტიური სხვანაირად მოხდება დახლეჩვა ოღონდ ეს დახლეჩვა მოხდება და სამყარო ჩამოინგრევა ეგრე არ მუშაობს ხო იცით სამყარო არის სწორად მოწყობილი და კოსმოსი ხო ჩვენთვის იქნება ეს ძალიან მტკივნეული ამიტომ ყოველთვის იმის გარდა რომ ვფიქრობთ მე ინდივიდუალურად რა მინდა თუნდაც გაცნობიერებლად ვიდგე რომელიმე მხარეს ხო უნდა ვიფიქრო აუცილებლად და უნდა გავითვალისწინო ჩემი სურვილი კოლექტიურ სურვილთან ესე ვთქვათ როგორ იკვეთება აი ეს აი ცოტა ისეთი თემა რთულია
ყველასთვის რთულია ესე ცალკე აღებული ერთი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც როგორც ესე ვთქვათ, მზისთვის ნებისმიერი მზი ყველას ყავს ხოლმე და ჩემთვის მზისთვის ძალიან რთულია გავითვალისწინო რაღაც კოლექტიური ამბავი. ვაცნობიერო რომ მე მარტო კი არა, რაღაც ბევრი ვარ, თავი 7 მილიარდი ვარ. ვკითხულობთ ამ წიგნებს და ამ სტატიებს და ამ რაღაცებს და ხო აი ყველა შენთან სამყარო ერთიანია, ვიძახით რაღაცებს, ხო? ყველა კოსმოსის ნაწილი ვართ, ყველა ესე მაგრამ პრაქტიკულ დონეზე არის ძალიან რთული და ის უბრალოდ ეს ამ სირთულის გადალახვა გვიწევს ახლა ეს მომენტია. არ აღნიშნულობა ახლა ჩვენ მოგწონს თორე ეს თემა რომელიც გვიდგას, სადაც არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. თელ მოღამი იმაშია, რომ სიცოცხლე მოძრაობაშია. შენარჩუნება საჭირო რაღაცა მომენტში, ფორმირების დროს, მაგრამ არა იმიტომ რომ მე სტატიკურები გავხდეთ. ან მივიდივართ წინ, ავრჩევით იქ სადაც ვიყავით და ხდება გახლეშვა. ზოგადად პლანეტარული დეკორაციებია, ეს არა რაღაც ფილოსოფია, ლიტერატურა და არაფერი. ხდება ეს კოლექტიური მთლიანობის გახლეშვა, რომელიც ისე ვიძახი, რადგან ყველაფერი მოძრაობაშია და სიცოცხლე მოძრაობაშია, რაღაცა პერიოდის მერე აუცილებლად აღდგება. მაგრამ ესა დროის რაღაცა მონაკვეთი აი ამ გახლეჭვიდან აღდგენამდე, რომელიც არის საკმაოდ მტკივნეული, რომელიც კაცმა არის ის რამდენ თაობას მოიცავს. ძალიან რთულია. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ აი სიყვარულის მდგომარეობაში ვარ და რაც არ უნდა ვიძახოთ სიკეთის მდგომარეობაში, არა ვარ, მართლა არავინ არა ვარ, ზუსტად ვიცი, ალბათ ჩამოსათვლელი ადამიანებისგან და იმდენად მძიმეა ესე ნებისმიერი მხარე არის სწორი, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენი პრიზმა, სადაც ვდგევართ იქ, ხო? იქიდან აღვიქვამ სამყაროს და სამყაროც იქიდან გვეკონტაქტება, მოდი ესეც ვთქვათ, ხო? მაგრამ რატომ ძახართ იქ? მინდა გაჯერათ, თუ საკუთარ მოთამა ოკეია. თუ არა, მაშინ დაფიქრდით, რა სადაც გახართ, ან სად უნდა იქნებ, ნუ შემთხვევით შეიძლება დაემთხვა სწორ მხარეს გახართ, მაგრამ გაცნობიერების გარეშე მაინც ისევ თქვენთვისა იქნება რთული. ცხოვრობთ ეს სატურნი ურანის კვადრატურა, რომელიც ნუ პრინციპში აი წლის ბოლოს როგორც იქნა გაიკრებიან და დამთავრდება ეს ყველაფერი, მანამდე ძალიან აქტუალურია ის ისევ ეს კვადრატი. ასპექტის ბოლოს რაცა გაშლა იწყება, მოდი ესე ვთქვათ, ყველაზე მეტად გვთხოვს ასპექტის შინაარსის გაკეთებას, ანუ ხეს მარტივად რო ვთქვა რა ხო, სატურნი და ურანი. ისევ დგას თემა გაშვებაზე, ან შენარჩუნებაზე, ძველ მოდელზე და რაღაც ახალზე, ხო, როგორც ჩვენთვის პირად დონეზე, ისე გლობალურად. თუნდაც აი დღეიდან და აი ახლა მთავრობა ხო 4 დღეშია, წლის ბოლომდე პრინციპში ყველას მოგვიწევს. ეს სიტყვა მიწევს ხოლმე რომ გამოყენო, მოგვიწევს გადავწყვეტოთ ვინ ვჩებით და ვინ მივდივართ მოკლედ. ვინ ვჩებით სატურნის თემებში და ვინ მივდივართ ურანისკენ, ან ვინ ვჩებით ძველ მოდელებში, ვინ ვინარჩუნებთ მოცემულობას და ვინ ესე ვთქვათ უშუალოდ და ვტვირთავთ ახალ რეალობას ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს ახალი თემები ეხლა კიდე ნუ პრინციპში კოვიდს გადავიტანით, მეტყვი რა უნდა გვექნა. ძალიან თვალსაჩინო გახდება, როცა სატურნი გადავა თევზებში და ეს იქნება მარტში. ან სატურნი ხარ ძალიან ძლიერ პოზიციაში და პრინციპში ეს შენარჩუნება ძვლის მიდის ძალიან აქტუალურად, მაგრამ თევზებში ძალიან სუსტი პოზიცია მერწყოლის სატურნის განსხვავებით და პრინციპში მომავალში აიტვირთება რიცხვენაირად როგორ ვთქვა. ეს გასაგებია რომ რაღაც გლობალურად იცვლება და გვიწევს ამ გლობალურ პროცესებს ფეხი აუწყოთ, მას კარგი იქნება რომ დავჭდეთ და გავაანალიზოთ რა მოხდა, იდეაში რა შედეგი გვაქვს და საით მივდივართ და კიდე ახლა გავიმეორებ, იმიტომ მარტამდე ძალიან აქტუალური იქნება ეს ამბავი. მარტისთვის, მინიმუმ მარტისთვის, ყველაზე ცუდი შემთხვევაში მარტისთვის გადაწყვეტილება გქონდეს, ვინ მივდივართ, ვინ ვრჩებით. ეს მიყვარს ძალიან ეს გამოთქმა. ვინ ვეჭიდავებით ახალ რეალობას და ვინ უბრალოდ ჩემს საყვარელი სიტყვა პატოქში ვართ. იმიტომ რომ ეს გლობალური პროცესები, როგორც კი სატურნი თევზებში გადავა, მეორებ ისე დაჩქარდება, რომ აი რა ვიცი, სერიალს რო უყურებ და ყოველ ახალ სერიაში რაღაცა ახალი თემა შემოდის. ჩქარა იქნება, ჩქარა გადაახვევენ. სატურნი ურანის კვადრატი, ეს არის, რავი, ყველაფერი ის რაში ცხოვრობთ 2020 წლიდან. ან ძალიან გლობალურია, ძალიან მაღალი ენერგეტიკა აქვს. რაღაც ის ესე ვთქვათ, გადაფორმატება მიდის ძალიან მასშტაბურად, მაგრამ ეს დიდი ასპექტი ჩვენს დონეზეც თამაშობს. ხო, ახლა როგორ მივხვდეთ აი იუპიტერი ნეპტუნის შეერთება და კვადრატი მარსთან, ხე? პირდაპირ პლანეტების ფუნქციები უნდა ავიღოთ, ხო? ნეპტუნი, ილუზია, ვირტუალური რეალობა, არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი რაც არ არის რეალური, ხელშესახები მატერიალური, ხო? იუპიტერი გაბევრება. ახლა ნახეთ, თავის მხრივ ეს შეერთება ძალიან, ესე ვთქვათ, ზრდის არასწორი ინფორმაციის დოზას. ისაც ხო ცხოვრობთ ამ 2 წელიწადში რაღაც ვერ ვასწრებთ, ხო? წინათ ვლაპარაკობდი ზუსტად ამ თემაზე, რომ ვერ ვასწრებთ ინფორმაციის გაფილტრებას, ისეთ ტემში ვართ, ხო? და ეხლა ეს შეერთება თავის მხრივ, ვინც განწყობილი არა სიახლებისთვის, იმისთვის კიდევ უფრო დიდი ილუზია იქნება ამ პერიოდში. თუ დავასინთეზებთ, რომ არის სატურნის და ურანის კვადრატი, რეტრომარსია კვადრატებს ნეპტუნი იუპიტერის შეერთებას, ეს ნიშნავს, რომ აი სატურნის და ურანის ბრძოლა, ანუ ძველი სისტემა, ახალი სისტემა, ამაზე ვლაპარაკობთ ისევ, კიდე ერთი კუდის მოქნება იქნება, რომ რაღაცა ძალიან არასწორი, ძალიან რეალობისგან შორს
გარი სცენარი იქნება კიდე, რომელსაც შემოგთავაზებენ. რომელიც იქნება ყურადღების გადატანა, რომელიც იქნება ყურადღების გადატანა ის კი არა, რომ რაღაცას მოგვატყულებენ ტელევიზორთან. შეიძლება ეს სცენარიც გათამაშდეს სადღაც და ვიღაც ისთვის, მაგრამ ყურადღების გადატანაში გულისხმობ იმას, რომ რაც მნიშვნელოვანია, რაც აქცენტირებულია, იმაზე არ გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, იმაში არ ჩავდოთ რესურსი, ამ რეტრომარქსიზმმა. კარმო ასტროლოგიაშიც კი ითვლება, რომ ყველაზე ისეთი რთული პერიოდია ახლა. იმიტომ რომ ეს დიდი ასპექტები მთავრდება, რაღაცა ახალი იტვირთება და ამ დროს ესე სამყარო სწორად არის მოწყობილი და რეტროვდება მარსი. რეტროვდება მარსი, რომელიც გეუბნება, რომ აი ეს გარეთ მიმართული ქაოსური ენერგია ამ ქაოსში ხა დააპაუზე, შემოტრიალდი საკუთარი თავისკენ და გაანალიზე რას აკეთებ და საით უნდა წახვიდე ეს მარსი როცა გასწორდება. ის კვადრატი როცა გაიშლება და დარჩება ეს ჭიდაობის პროცესში კი არ დარჩება ეს ახალი და ძველი, დარჩება ცალ-ცალკე მოცემულობად. რაღაცა ძველი იქნება ამ ტერიტორიაზე, რაღაც ახალი იქნება იქ ტერიტორიაზე და აი ეს რასაც ვაკეთებთ, ცოტას რო ვარიდებთ თავს ამ ყველაფერს და არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ხო? ახლა მაგალითად არ მოვიყვანი მარტო 2 წელი ამაში ვიცხოვრეთ, რომ ვიღაცაზე გქონდეთ თავის პოზიცია სწორი, ვიღაცას იმის პოზიცია სწორი, მე ამას ვაძახებდით ერთმანეთს, ხო? ამის ესე ვთქვათ, ფუფუნება ბჭყალებში აღარ გვექნება. კონცენტრაცია გააკეთეთ იმაზე, კი არა, გარიდან რას გვთავაზობენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას შემოგთავაზებენ გარედან. იმდენად მაღალი ესე ვთქვათ, ენერგეტიკაზეა ეს სოციალური პლანეტები. ძალიან ბევრ ვარიანტს შემოგთავაზებენ. შემოგთავაზებენ ჩვენს მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებით და ჩვენ თავი დავუქნიოთ. ძალიან ბევრი სცენარი იქნება. ამიტომ ერთადერთი კიდე გავიმეორებ, ხო? წინაზეც ვიძახოთ, ეხლაც ვიძახი, 2 წელია ვიძახი. დაპაუზდით უბრალოდ და დაფიქრდით. თუ გაქვთ მაგალითად კიდე ერთხელ გავიმეორებ პირველ სახში ტყუპები, ეს ნიშნავს, რომ პირველი სახი გამოვიყენოთ ამის ინსტრუმენტად, ხო? სად ვარ, ვინ ვარ, როგორ აღიმქვამს გარემო, რას ვაკეთებდი ძველ მოცემულობაში, რა უნდა გავაკეთო ახალ მოცემულობაში, როგორ გავაკეთო საკუთარი თავისუფლად პრეზენტაცია, ხო? თუ დავჭი იმ ძველ მოცემულობაშიც და თუ წავედი იმ ახალ მოცემულობაშიც. იგივენაირად ვთქვათ, მეოთხე სახლი ვახსენე, ხო? მეოთხე სახლზე გადის რეტრო მარსის ტრანზიტი. მეოთხე სახლი პირდაპირ ფესვები, ხო? ოჯახი მოდი ყველაზე მარტივი დეკორაციები ალბათ ოჯახის სახლი, ხო? ანუ რა არის ჩემთვის სახლი, რა არის ჩემთვის ფესვები, რა არის ჩემთვის ისტორია და აი აქედან დავიწყო, ანუ ეს მოცემულობა უბრალოდ საიდანღაც ვიღაცამ მომიტანა და ამდენ მითხრა, რომ აი ეს არის, რაც მჯერა. თუ ესაა ჩემი აღქმა, იმიტომ რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი პრიზმა და ამ პრიზმით უნდა აღვიქვათ რაღაცები, რაც ხდება ჩვენს ერთგულ, ხო? იდეაში მაინც მივდივართ იქამდე, რაც ბოლო 2 წლის ამდენჯერ მახსენე ბოლო 2 წელი, მაგრამ ძალიან აქტუალურია. ბოლო 2 წლის ესეთი მთავარი ფრაზა არის, რომ რას ვაკეთებთ და რასაც ვაკეთებთ, ეს ჩვენია, ჩვენი გადაწყვეტილებაა თუ უბრალოდ გარედან მოგვაწოდეს, შემოგვაწოდეს და გითხრეს სანამ წყალხალია გადაიღეთ. ინფორმაციის გაფილტვრის თემა სამი მაჩვენებელია და სამივე შევეხე ხა მე მეტნაკლებად რა. იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორი გადაწყვეტილებები მარტო ის კი არა, რომ ვიღაცა მოვა და გვაიძულებს რაღაცა მხარე აბრიჩიო და არა, ესე აღარ მუშაობს, აღარ არის ამ ხელა პრესი, რაც იყო თავიდან, ხო? იმიტომ რომ გადის ასპექტი, გადის, ანუ ეს ციკლი მთავრდება, ამ ხელა პრესი აღარა, აგრესია აღარ არის, ყველაფერი მიდის ძალიან პასიურად და მძიმედ. უბრალოდ ჩვენ თუ არ ავიღეთ რაღაცა მიმართულება, შემდეგ ციკლზე, შემდეგ დაბნელებებზე, აი გაზაფხულის პერიოდს, რაც დაემთხვა ზაფხულის დასაწყისს, ხო, ცოტა რთულ სცენარებში მოვხვდებით. ეხა რეალურად ასპექტის ბოლოს გვიწევს ამის გაკეთება, რომ მივხვდეთ გვინდა ახალი რეალობა. ახალი რეალობა მაინც იტვირთება, უბრალოდ ნახეთ მე რას გულისხმობ. პირდაპირ რო თქვა, უხეშად რო თქვა, ძალიან კაი დრო არის მოვითხოვოთ კონკრეტულად როგორი გვინდა რომ იყოს ახალი რეალობა, ხო? ცოტა პროტესტის დროა, ცოტა ხმის ამოღების დროა, ცოტა საკუთარი აზრის დაფიქსირების დროა და ეს საკუთარი აზრის დაფიქსირება არის პრობლემა, რომ ყველაფერი არის ძალიან გაბლარული ნეპტუნით. ვერ ვხვდებით ვინ გველაპარაკება, რას გველაპარაკება, სწორი რა არის, არასწორი რა არის, ჩვენთვის რა არის პრაქტიკული, აი პრაქტიკულობასაც ვერ ვხვდებით, ხო? იმიტომ ეს დაბნელების ბოლო 2 წელია მიდის ყურო და მორიელის ღერძზე. ცოტა ადრე ამაზე პროგნოზის კეთება და ეს პროგნოზი არ გავაკეთებ ახლა, მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის ამ პერიოდში, აი მარტის ბოლოს, როგორც კი გადავა მარსი ტყუპებიდან, პლუტონი, რომელიც ბოლო, რა ვიცი, რამდენი წელი, ბოლო უსასრულობა იყო თხის რქაში, გადადის მერწყულში. ჩვენც 24-დან გადადის პლუტონი მერწყულში. მაგრამ აი ეს პირველი გადასვლა, ესე ხანმოკლე გადასვლა, მე დაერტყდება ისევ თხის რქაში ბრუნდება, მაგრამ ეს პირველ გადასვლას აკეთებს აპრილში. ანუ 23 წლის აპრილში, აი ამ დიდ ციკლებთან ერთად, რომელიც დასრულდა სადურნის, ურანის, ეს მარსიც რაღაცნაირად ამის ფონია რა, ეს შვიდთვიანი ტყუპების მარსიც ამის ფონი იქნება. ეს იქნება ხალხო 2 თვე, პირველი 2 თვე დააკვირდით, ეს იქნება სულ როგორი, რასაც ვადარებ, ეს იქნება პრომო. აი პირველი 2 თვე იქნება პრომო, რა იქნება მერე. როგორც ყველა პლანეტაზე მუშაობს, ესე მუშაობს, რა თქმა უნდა, პლუტონზეც, ხო? აი ამ ახალ თემებს რო ვიძახთ, რომ რაღაცა ახალი მოდის და რაღაცა ყველაფერი ამოկირავდება და მერწყულის თემებში ხა პლუტონი როგორ ტრანსფორმაციას მოიტანს, ხო? და რა არის ეს მერწყულის თემები, ესა თავისუფლება პირველ რიგში, ხო? მეცნიერება, რა თქმა უნდა, ამაზე არ დავობთ. ესა განათლება რაღაცა კუთხით, ოღონდ ეს პირდაპირ კლასიკურ განათლებაზე არ მოვაპარაკობ. ეს ისევ მეცნიერების კუთხით, მეცნიერებიდან გამომდინარე, ხო? ძალიან დიდ
ფუნდამენტურ ცვლილებებზე ვლაპარაკობ და რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ესეთ რეკლამასავით იქნება მომავალ წელს გაზაფხულის ბოლოს ზაფხულის დასაწყისში. მერწყულში და პრომოს ვანახებს, ანუ ნახე რა იქნება ამას ვანახებს. მანამდე ესე ხო არ არის მართლა მკითხაობა ხო არ არის ეს პროგნოზი და ტრანზიტები, ანუ რა იქნება გამომდინარეობს წინან ამბიჯებიდან და კერძოდ აი მიზეზის შედეგობრივად რასაც ვეძახით, აი ჯერ ის მიზეზი არ არის ბოლომდე დამდგარი, რაც ხდება შედეგი. მერწყულში თავი ვლაპარაკოთ იმაზე, რომ პლუტონი რაც მოგვიტანს თქვათ მერწყულში 24-ში ცოტა ადრეა. ნუ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ, ნუ სუფთა კლასიკურად ასტროლოგიურად ვეძახით, ვერ ვაკეთებთ, აი სადღაც ჩვენ რომ გარეთ ვართ პროცესის გარეთ და სადღაც პროცესში ვეკეთება. მთელი ესე თქვათ ჟარგონულად ვიტყვი, ამ პლანეტების და ასპექტების მუღამი ეგ არის, რომ პროცესში რო ხარ, ხედავ ენერგეტიკას აი რის სიჭარბე არის, დეფიციტი არ არის გამოსაწორებელი. პროგნოზი კეთდება პროცესში. ხო, და ამიტომ ძალიან ძლიერი რაღაცა, გრძელვადიან რაღაცებზე კონკრეტული სცენარები ვილაპარაკოთ. გადავრჩებით ხალხო, სადაც აქამდე მოვედით, მე გადავრჩებით. როგორც თქვა და უკეთესი, ან უარესი უკვე იყო თქო რა, მართლა ცოტა ესეთი წელია. შემდეგი ამოვისვათ ხალხ, მაგრამ მე კიდე რაღაცები მოდის და ის რაღაცები რომ მარტივი იყოს, ბუნებრივი იყოს, ორგანული იყოს, ზუსტად ეხლა ჭირდება რაღაცების დავალგება, ზუსტად პლუტონზეც რა პასუხი გაგეცით, რომ ვერაფრით ვერ ვიტყვი რა იქნება, იმიტომ რომ ჯერ ეს ციკლები არა დამთავრებული, ჯერ ამ ციკლებზე არ გვაქვს რეაქცია მიცემული საზოგადოებას, გარემოს, არ გვაქვს მოთხოვნა ბოლომდე გაკეთებული. კაცმა არ იცის, ხო, რას მოვითხოვთ? მოვითხოვთ ძველ სისტემას, მოვითხოვთ ახალ სისტემას, ძველ მოდელს ახალ. რაც გინდათ დაუძახთ, ან სახელებს მართლა არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსებს აქვს მნიშვნელობა, ხო? თუ ესე ოფიციალურად გადავწყვეტეთ, რომ შევიდეთ ძველ მოდელში, რაც ეზიტი ენერგეტიკა, პლანეტის, ტრანზიტის მოიტანს ახალ მოდელს და რა თქმა უნდა, აი აქ თუ ადაპტაცია ვერ გავაკეთეთ, უფრო რთული იქნება. პროგნოზი იქნება უფრო რთული. თუ პირიქით ესე ნაკადში ვიქნებით და პატოქში ვიქნებით, მაშინ რაღაცები უფრო მარტივად წავა და უფრო მარტივად გასაკეთებელი იქნება პროგნოზი. რაღაცები მოკლედ დამოკიდებულია კოლექტიურად ჩვენზე, კოლექტიურ რეაქციაზე, ხო? კოლექტიურ განწყობაზე, კოლექტიურ გადაწყვეტილებაზე. კი, გასაგებია რომ ეს კოლექტიური ჩემი თქვენი პირადი რაღაც გადაწყვეტილებებით ხდება, მაგრამ ცოტა შესაკრავია ეს სიტუაცია, ძალიან აბნეულობა და წესით ხა დეკემბერში უკვე ეს ბოლო კვადრატი რა დადგება, რაღაც ჩამოყალიბებულ ფორმას მიიღებს, რას ვაკეთებთ ზოგადად გაცხრება გადავწყვეტოთ. ალბათ, ძალიან დიდი იმედი მაქვს. სულ არის ბევრი სცენარი. აი მე მაგალითად შარშან სამლაივებს ვაკეთებდი ამას წერნად ამომიგდო რაღაც მან და ნახე რომ ვლაპარაკობ ესეთ რაღაცას ვიძახი. ანუ როცა ომი დაიწყო, ძალიან დარწმუნებული ვიყავი, ოღონდ მარტო მე არა, რომ ივლისში დამთავრდებოდა. იმიტომ რომ რა ასპექტზე დაიწყო, ანუ ასპექტი შევიდა, ეს სატურნის, მე დადგა პიკი იყო და იმ პიკზე არის ხოლმე სიტუაცია, რომ არ გაჩერდა, ხო? გადაგრძელდა, ეხლა სადღაც გვაქვს ნოემბერში ამის საშუალება, რომ დასრულდეს. კონკრეტულად ამ გლობალურ თემებზე ვიძახი, მაგრამ ვერ ვაკეთებ ამის პროგნოზს, იმიტომ რომ ამის გარდა რომ მე ვუყურებ ეხლა ამას რა ქვია, მარსის კვადრატებს და ურანის კვადრატებს, ამის გარდა კიდე მილიონი რაღაცა არის. ანუ ყველა მასიურად წუდა და ემოციური ფონი ყველას ესე თუ ისე არეული აქვს, ხო? თქვენს მეც ყველას მასიურად და შეიძლება ერთეულებს ოკეი, კარგად აქვთ, მაგრამ ეს ყველაფერი ეს კოლექტიური, ხო? სიტყვა კოლექტიურია ნეპტუნიც, ურანიც და პლუტონიც ეს კოლექტიური განწყობაც მოქმედებს ამაზე. შეხედეთ უბრალოდ რა ხდება, რა ვიცი, ნებისმიერი ნიუსის კომენტარებში, ხო? წარმოუდგენელი ამბავია. და ამიტომ ახლა იმას კი არ ვიზახ, რომ არ ვაკეთებ, გაკეთებული მაქვს პროგნოზი წინა წელს, მაგრამ სრულიად ტოტალური საგიჟეთია. პლუტონი რომ მერწყულში გადავა, მაგაზე უნდა გავაკეთო ალბათ ხალხო 10 ლაივი, იმიტომ რომ ეს იქნება სუფთა ის დეკორაციები რაც აქვს ასპექტებს, იმით ვილაპარაკებ, რომ აი მე ნეპტუნი დაეწევა, რომ ერთ წელიწადში მე ის ანუ ყველა მაღალი პლანეტა ესე ვთქვათ იცვლის ნიშანს. ეს ნიშნავს, რომ არ ვიცი, რაღაც მართლა ვიცი რაზე ვილაპარაკო, იქნება აბსოლუტურად სხვა რეალობა. და დეკორაციები ჩემი ძლევ თქვა, რომ აი ესე ჯობია რომ გავაკეთოთ. რომ ფსიქიკა შევინარჩუნოთ, ხო? ეს არ იქნება ცუდი, ეგ არის ის მომენტი, რომ ახლის გვეშინია, ხო? ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი რაც ხდება 14 წლიდან 21 წელს რაც დაიწყო, ეხლა რაც მოხდება ამ დაბნელებებზე, სანამ ვერც სასწორზე ვლაპარაკო, ეს არის წინა მოსამზადებელი სამუშაოები იმ მაღალი პლანეტების ციკლების შესვლაზე, ნიშნავს რომ გამოიცვლის. იმიტომ ნახე ვლაპარაკობთ, ესე ძალიან თანმიმდევრულად არ ხდება, მაგრამ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ურანიც შეიცვლის ნიშანს, ნეპტუნი ცოტა ბოლოსკენ ამათთან შედარებით, მაგრამ ნეპტუნი შეიცვლის ნიშანს მომდევნო 3 წელიწადში. და პლუტონი იცვლის ნიშანს. ანუ სამი მაღალი პლანეტა იცვლის ნიშანს, ის სამი პლანეტა, რომელიც მეუბნება, რა არის ჩემთვის თავისუფლება, რა არის ჩემთვის სიახლის მიღება, რა არის ჩემთვის ესე ვთქვათ, გარღვევა ამ სტანდარტის, რომელიც მოძველა და ვინ არის ჩემი ღმერთი, ეს პლანეტები მეუბნებიან, რის სიმწამს ეს პლანეტა მეუბნებიან, რამდენად მზად ვარ ტრანსფორმაციისთვის. ანუ ხვდებით რა მხელაცვლება ის რომ მე ახლა სუფთა ეგოს დონეზე რომ ღმერთო რატომ ემართება სერიიდან, ხო? იმიტომ რომ უნდა გადავიდეთ ამაზე. რომ სხვანაირად რთული იქნება. სხვანაირად ვერ გადავჩებით, თუმცა ფიზიკურ ვერ გადარჩენას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა. სხვანაირად ადაპტაციას ვერ შევძლებთ.
რატო ეს აქტიური მაგალითად ვენერას თემი ბრაშუაშია ვენერა პირადი პლანეტა ამ ხელა ცვლილებებთან. ფაქტიურად ეპოქა იტვირთება ახალი. ხო? იმ შუაშია ზუსტად რომ ეს ვენერა არის ჩემი თქვენი ყველა თქვენი და ჩვენი ვენერები ყავს შინაგანი ფასეულობათა სისტემა. ის მერითაც დავიბადე. ეს არის ის მე რაც მომწონს ან არ მომწონს. ეს რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი. რა არის მორალური და რა არ არის მორალური, ხო? კი არას პრინციპით. და ნახე, ეს არის ცვლება. იმას კი არ გიგახით რომ ეხლა ჩვენ მედიტაციურ მდგომარეობაში ჩავარდებით და ჩემს ვენერას რაც მოსწონს ის აღარ მოეწონება, ამაზე არ ვლაპარაკობ. ვენერა სტატისტიკურად არის ერთ-ერთი ყველაზე დათრგუნული პლანეტა. ჩვენ ვენერა არ გამოგვაქვს გარეთ. რომ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ სოციუმში, სადაც ჩემს ვენერას რაღაცა რომ მოსწონს, სოციუმში მიუღებელია. ან ჩემს ვენერას არ მოსწონს, იმას ხმამაღლა ვერ ვლაპარაკობ. იმიტომ რომ მე იქ ჩემი ადაპტაცია ხდება ძალიან ცუდად. ზუსტად ეს მოსამზადებელი პერიოდი არის ის, რომ მე თუ ჩემ ვენერას არ მოსმენ, მე თუ რა მინდა არ ვიცი, მე თუ უბრალოდ მეშინია რომ ეს ამოვიტანო ზემოთ, აი ამაზე ვლაპარაკობ, ამ თემების დამუშავებაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ იმ ახალ რეალობას თუ ახალ ეპოქას შევებუ არ არის სწორი სიტყვა, იქ რო ადაპტაცია გავიარო, ისეთი ნიშნებია და ისეთი ტრანზიტებით გადადის, რომ აი ეს გარეგანი ცოტა ხისტი, ცოტა მატერიალური ფორმები აღარ იქნება საჭირო. იმიტომ რომ არ არსებობს ესეთი პროცესები სამყაროში, სადაც მე არაფერ შუაში ვარ, აბა რატო არაფერ შუაში ვარ? საიდან მოვხვდი აქ? კი შეიძლება ვიღაცას ჩემზე ძლიერი განზრახვა, ვიღაცა ჩემზე ესე ვთქვათ, კარგად თამაშობს ამ თამაშს და მის თამაშში ვარ, მაგრამ აქ ხო ვარ? ქოთანი ხო არა ვარ? მე რატო ვარ ცუდად? ამაზე დაფიქრდით. რა გავაკეთე არასწორად, სად დავაკელი მარილი? აი ამაზე მარტო ის არ არის, რომ გადავეწყო და გადავრჩე. ასე ცუდად თუ ვიქენი ესე გადავრჩე, ესე გადავეწყო, იქ კიდევ უფრო მაღალი ენერგიებია. სადა ხო ეს კოლექტიური ველი რა დღეშია, რამხელა ნეგატივია, რამხელა მიუღებლობა, რამხელა უარყოფა რეალობის რო იცვლება. რამხელა ჩაციკვლად წარსულზე ხო, განსაკუთრებით წელს მე არ ვიცახი რომ ეს რაღაცა ახალი თემაა და კაცობრიობას არ გაუულია, მაგრამ შეადარეთ წინა წლებს. პანდემიის დროს არ იყო ხალხი ესეთი აგრესიული, ესეთი დაბნეული და ესეთი ესე ვთქვათ მიჯაჭვული წარსულზე. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ პლუტონი მოგვიბრუნდა რა, პლუტონი იყო ცოტა ხანი კიდე გავიმეორებ, მერწყულში და მობრუნდა. და ეს ძველი მინდა, აი ეს არის ძალიან გამოკვეთილი, ძელებურად მინდა ვიქცეოდე, ძელებურად მინდა იყოს ყველაფერი, რაც ახალია ყველაფერი მაღიზიანებ და ეს დაბინძურდა, ძალიან დაიწია ხარისხმა, ხო? კოლექტიური ველის კოლექტურ ველში რაც ხდება, იმ რეალობაში ვარ. და მე ცალკე აღებული შეიძლება ჩემ ძალიან ლოკალურ სახლის დონეზე სცენარებში, სადღაც ვიყო ჩემი ვენერათი დაკმაყოფილებული, მაგაზე არ ვიცახი რომ ვერ ვიზამ, თან თუ მინდა რომ არ შევეხო ამ სიბინძურეს, გავაკეთებ, მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანები ვინც ამაზე არ ფიქრობს და ამით არ ცხოვრობს და ამის გაცნობიერებაში არ არის, როგორი მძიმეა ხო? ანუ თეორიულად ვიცით, მაგრამ ხომ და გაუძლო მართლა ხო ამას ფსიქიკურად, რასაც ვუყურეთ, ესეთი ეროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული პირადი ტრაგედიებამდე დამთავრებული, ხო? ამას ხომ და გაუძლო, აი რა დოზით იყო, ხო ხვდებით რა ძლაპარაკობ. წარმოგიდგენთ ადამიანები, ვინც ამის შესახებ არ იციან. რამხელა შინაგანი აგრესია აქვთ, რამხელა უიმედობა აქვთ, რამხელა არამადლიერები არიან სამყაროსი და მოლოდინი რამდენად არა აქვთ არაფრის. ხო? ძალიან რთული პერიოდია და მაგიტო ვეხები ხა მხარის დაბნელებას ესე რომ იმის არ იყოს რა მინდა რომ გადავრჩე თუ ვერ უძლებ. ან არ ვიძახი ხო ხვდებით ხა ფიზიკურ სიკვდილზე არ ვიძახი. რა მინდა რომ გადავრჩე თუ იქ როცა ჩამსვამ გამაგიჟებს ის ყველაფერი. საერთოდ ვერ გავიგებ რა ხდება, რა მინდა თუ ამის მზაობა არ მაქვს, ხო? ამიტომ ეს პოზიცია რომ მე უბრალოდ ტრანსფორმაციას გავდივარ და იმიტომ ვარ ცუდად არ ახალხნო. ცუდად იმიტომ ვარ რომ რაღაცა ჩვენი წვრილიც არის მანდ. სადღაც ვერ გავბედეთ. აი 21-მდე, 14-დან 21-მდე პერიოდში განსაკუთრებით როგორ გითხრათ, განსაკუთრებით ჩავჯექით ჩარჩოებში, აი ამის თქმა მინდა. ხო, ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ როცა ამას ვაკეთებთ, მოთხოვნაა ეგეთი. ენერგეტიკა ესეთი, კოლექტიური ველია ესეთი, მაგრამ ამაში დარჩენა რო გვინდა ხოლმე ეგ არის პრობლემა. ნეპტუნი ერთად ფაქტიურად მაქსიმუმ აი 2 წელი და რაღაც თვეები აი ამ პერიოდში გადავაგდებიან და დღესაც პოსტი რო დავდერე საბოლოო ფორმას მიიღებს 27-ში ის რაც დღეს ჩაიტვირთა, ხო? ზუსტად ეგ არის, სამივე გადავაგდება ახალ ნიშანში. იმის გარდა რაღაცებს მოიტანს, კიდე ეს არის თაობითი პლანეტებია, ხო? ახალ თაობებს მოიტანს, ახალ პროგრამებს მოიტანს. იდეაში ახალ რეალობას მოიტანს, რომლის პრომოებით ცოტა ნანახი გვაქვს, რა თქმა უნდა, მე არ ვძახო ეს მოწმენდილ ცაზე რაღაცა მოხდება. მაგრამ ძალიან გულწრფელად თუ გინდათ გითხრათ, იმით ვხედავთ, რომ ვიძახი პრაგმატული ვარ რაღაცებს ვიძახი. წარმოიდგინე არ მაქვს რაზე ვლაპარაკობ. ვცდილობ, რომ ავაწყო ეს დეკორაციები, რაც აქვს ამ პლანეტებს ამ ნიშნებში, ხო? ნეპტუნი როცა გადავა ვერტზე არის ზოგადად ახალი ციკლი, ხო? ეხლა ასტროლოგიური ველებიდან გამომდინარე, პირველი ნიშანია, მორჩა.
და სხვათა შორის ეგ თაობა, რომელიც იქნება ნეპტუნი ვერძი, მიუხედავად იმისა, რომ ნეპტუნი ვერძში უხერხულად გრძნობს თავს, ეს თაობა გვაძლევს ძალიან ბევრ სულიერად, მაღალსულიერად განვითარებულ მასწავლებლებს, წინამძღოლებს, არ ვიცი რას გინდათ დაარქვით, ხო, ვერძი ხო ლიდერია და ანუ ნეპტუნის თემებში ლიდერებს მოგცემს. ამ თაობის აღზრდა, რომელიც შემდეგ 14 წლიან ციკლში იქნება, არის ერთ-ერთი მე ვიტყოდი კაცობრიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ ეს თაობა გავზარდოთ ძალიან სწორად, იმიტომ რომ ვერძში ნეპტუნი კიდევ ერთხელ მეორე უცნაურია. ხო, თუ მივეძით სწორი მიმართულება ამ თაობას, რა თქმა უნდა, ისინი აი ვერძი ნეპტუნი როგორ ნიშნავს პირველი ველია, ხო, ანუ ციკლის დასაწყისია მარტივი ასახმელი რო იყოს. ჩათვალეთ, რომ წმენის ინფორმებს და მოდი შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს წმენის რაღაცა დახვეწილი ფორმები არ აქვს ადამიანებს, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში განვითარების ამ ეტაპზე ზედმეტად შიშის გამოგწამს რაღაცეების. აი ამ თაობას შეუძლია ეს წმენის ძველი ფორმებს გაუხსნას, არ ვიცი, ენერგეტიკული სწორად მიუერთოს ეგრეგორებს, არ ვიცი სხვანაირად როგორ ვთქვა რა, ძალიან კონსტრუქციული გახადოს და ის უბრალოდ ეს შიში ცხოვრობს და შიშის ღმერთის მეშინია მოშალოს. მეორე მხარე, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ნეპტუნი და ვერძი ერთმანეთთან ესე ვთქვათ, რაღაცნაირი დამოკიდებულება, მეორე არის დამმუშავებელი, პიროვნულ დონეზეც და თაობის დონეზეც ძალიან დამახინჯებულ აღქმას მისცემს ამ ნეპტუნის თემებისას ადამიანებს და რადგან ტრანზიტი იქნება ზოგადად კაცობრიობასაც, ხო? ხო, აი ნახე, ახალი ღმერთი ვერძში ნეპტუნი, ხო, იმიტომ რომ ნეპტუნი ზოგადად გვეუბნება ვინ არის თაობის ღმერთი, ვის ისწამს თაობას, ხო? და ჩემი ახალი ღმერთი თუ ახალუნური ინტელექტი, ეგ ხო უკვე ძალიან დამახინჯებულია ნაკიფ დონეზე, სიტყვაზე ვიძახი, ხო? აი ზუსტად ის რისიც გვეშინია, ის რის გამოც ყველაფერს ვაბაკუნებთ, ხო, ეს პროგრესი და გლობალიზაცია ზუსტად მარტო ამიტომ არის ეს თაობა სწორად დასაზრდელი. სწორად გაზრდაში, რა თქმა უნდა, აი შიში რო არ გაიზარდონ და მოიხეთ თელ თაობას ყველასადმი სხვადასხვა ადგილას ეყოლება, ესეთი დიდი დაგმართება, მაგრამ საერთო მოცემულობარი ამ თაობის სწორი აღზრდა გადაგვარჩენს ზუსტად იმ შეთქმულების თეორიებს, რის გამოც ეხლა, რა ვიცი, ძალიან ბევრი ზუხვართ, ხო, და ნებიულობთ და ვაჟღერებთ. გადადგება განა არ ჩამოყალიბდება სისტემა ბოლომდე, იმიტომ რომ ზოგადად ყველა სისტემა და სამყაროში ყველაფერი ბალანსისკენ მიდის. უბრალოდ ამათი სწორად ჩართულობა ამ პროცესში, მომავალ თაობაზე ვიძახი, რომელიც 25-ის მერე დაიბადება, ხო? მამაცები იყვნენ, ხო, ვერძი, ცნობის მოყარეები იყვნენ, არიშინოდე და ესე თუ გავზრდით, აი 70 წლამდე გამოდის ციკლი ჩავარდნა, იმ 70 წლიან ჩავარდნას აგვაცილებს მთელ კაცობრიობას. აი ხა ძალიან მეწყვილობ თემებს გადავედი, მაგრამ დღეს მეწყვილება იქნებია და მეფეტიება. ახალი ენერგიის წყაროებზე. ოღონ, ну, არ ვიცი, ბირთვული თუ რა, არ ვიცი, მაგრამ რადგან მეწყვილობ ლაპარაკობ, იქნება აუცილებლად ეკოლოგიური სავარაუდოდ, რომელიც მომდევნო 20 წელიწადში გამოჩნდება რა იქნება. რადგან ჰაერისტიკია, გადაადგილების საშუალებები, კომუნიკაციის საშუალებები შეიძლება, კოსმოსავით ვისებთ იმაზე მეტად. თავისუფლება იქნება ყველაზე მთავარი და უმაღლესი ღირებულება. ტრანზიტის დროს დაიწყება ეს და რა თქმა უნდა ამ თაობისთვის განსაკუთრებით, ვინცაც დაიბადება. ოღონდ თავისუფლება გვერდება ჩვენ რაღაცეებში. ხოლმე, როგორც წესი. განახე პლუტონის დონადარი ურანთან. ანუ თავისუფლება ზუსტად რა კონტექსტში იქნება, იცით, უმაღლესი ღირებულება პიროვნების და სოციუმის კომუნიკაცია დავაგდება. ახალი სტრუქტურა შეიქმნება, ნახე. აი ხარო ერთმანეთს ზემოდან ვუყურებთ, ერთმანეთთან ჯგუფებზე ვიძახი კონკრეტულ ელემენტებზე ვიძახი, ღირებულებები რო სხვადასხვა გვაქვს. ამისთვის ერთმანეთს ჭამთ, აი ეს მომენტი მოიშლება მომდევნო 20 წელიწადში. ეხლა მე ვიძახი სუფთა, მაღალ, ისეთ ენერგეტიკულად სწორ პროგრამებზე, თორე მერწყულში პლუტონს შეუძლია საერთოდ ტოტალური დიქტატურას მოიტანოს. თუ ვერ ავგებით სინქრონში, ხო? იმიტომ რომ ის თვლის, რომ აი ესეა სწორი, ნახე, სწორია რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ. სწორია რომ რავი მე ჩემი ინტერესების და იდეოლოგიის ფარგლებში ვიყო შემოქმედი, იმიტომ რომ ზესთან ერთად გადავიდე და პირდაპირ ციკლში ჩამიტვერთ ამ მზე და მზის რეალიზაცია, ანუ მე გამოვლინდე ჩემი მზით, ხო რაღაცა შევქმნა მატერიალურ სამყაროში და რა ვიცი იმას რომ უნდა უიაცხოს და მე რომ მინდა რომ კექსი გამოვაცხო, ანუ ერთმანეთს არ ვლანძღოთ ერთმანეთს და ეხლა ჩვენ თუ არავტოთ აი სულ რატომ ძახეს ადაპტაციული ინტელექტი, მაინც ვლაპარაკოთ, იქნებ გავიგოთ, ნუგვეშინია, იმიტომ რომ შიში პლუტონთან ძალიან ცუდად მუშაობს, როგორც გეშინია პრესaks, ხო? იმიტომ რომ თვლის რომ ვერავები. თავისუფლება არ ნიშნავს მე რა მინდას კეთებას, მერწყულში ვარ ხალხო, მე რა მინდა ლომშია. მე ცენტრალური ფიგურა ვარ ლომში ოპოზიციურ ნიშანში. აი იქ არის. აქ მე რა მინდა არა, გარემო როგორ გახდეს ეკოლოგიური, არ შეგვეშალოს და სხვა განსადმე არ ვაბაკუნოთ ფეხები და არ ვაპროტესტოთ, რომ ვიღაცა თავისუფლებას გვიზღუდავს. არა, მერწყულში პლუტონი თავისუფლება არის მაღალი პროგრამა. მე რა მინდა ეხლა და წამოწოლა მინდა და მე არ მინდა სოციუმს და იმ ადამიანებს და იმ გარემოცვას, რომელშიც რეალიზებას ვაკეთებ, რაღაც სარგებელი მივცე. ეს თავისუფლება არ არის, ეს ცოტა სხვა თემებია, რომელიც აბსოლუტურად არ ეხება ამ ტრანზიტს, ანუ აბსოლუტურად ახლოს არ მოდის და რა თქმა უნდა, თუ უმეტესობამ გავაგრძელეთ ფეხების ბაკუნი, რომ აი ეს არ მინდა წელან ვლაპარაკო და ეს არ მინდა
და რა გინდა ადამიანო თქვი ამასაც თუ ვერ ამბობ, მაშინ რა თქმა უნდა ეს დიქტატურაა ვახსენე, რაზეც ზოგადად აი ეს ჩეთმულების თეორიები ახლა პლუტონზე რომ მსოფლიო მართლობა თუ რა, აი კი, ეგ იგი მუშაობს რამოდენიმე ათწლეული, ბევრი ვერა, მაგრამ რამოდენიმე ათწლეული მაგაში გვაცხოვრებენ. იმიტომ რომ ნახე, რა ვიცი, შევატარო, აი სადღაც რომ მუშაობ, ხო არის შიდაგადან განაწესი ამ სამსახურში რომ მიდიხარ, რა ვიცი, არ შეიძლება საცურაო კოსტიუმით მისვლა, სიტყვაზე ვიწავი. ერთხელ რომ მიყვა შენიშვნას გეძლევენ, მეორჯერ რომ მიყვა გამოგიშვებენ. მორჩა, ან დაახლოებით აი ესე შეხედეთ რა, ყველა პროგრამაზე, ყველა ტრანზიტზე, ყველა გადასვლაზე, ყველა ჩატვირთვაზე არის წესები. შიდა განაწესი დავაკვირდით. მეშინია არ მინდა, ესე არ მინდა, ისე არ მინდა, არა, სულ ვიძახი, მე ძალიან ბევრი რამე არ მინდა ხალხო პირველ მუდმივზე, ვინც ეს პირადად მიცნობ, ზუსტად ვიცით რომ მაინც მუშაობს ეს ჩემი მზეთხიში და ძალიან კონსერვატორი ვარ რაღაცეებში, მოდელებში, მუშაობის სისტემებში, ძალიან რაღაცებში ვარ ძალიან კონსერვატორი. რა მინდა ვინმე კითხება საერთოდ. ანუ რა შუაში ვარ მე რა მინდა? მე რა მინდა იმისთვის მაგ პატარა სისტემები, ოჯახი, სამეგობრო, რომელიც არ უნდა ეხებოდეს სხვა სისტემებს. აი ეს მე რა მინდა უნდა გავათამაშოთ მან. მე რა მინდა უნდა გავათამაშოთ წეღარ ვლაპარაკობდი კვანძების პროგრამაზე, პირად დონეზე, პირად ციფრებში, პირად სახლებში, პირად ნახევარსფეროში რუგაზე. ხოლო ეხლა პლუტონი რო გადადის და რა ვიცი, მართლა ენერგიის ახალი სახეობა უნდა მოვიგონოთ და კოსმოსი რაც ათვისებული გვაქვს 70%-ით მეტი ავითვისოთ თუნდაც ჩვენი გზის სისტემა. ამაზე მე რა მინდა ვინმე კითხება. ან რა შუაში ვარ? რა შუაში ვარ? თავარი მაინც ისტორიულადაც რო გადახედო ამ ტრანზიტებს არის ის რომ ტემპი ნახე რაღაცა რომ ხდება აყვე და არ გაჩერდე, იმიტომ რომ როცა ჩერდებით რეალობა ინგრევა. ჩვენი რეალობა ჩერდებით იმის რეალობა ინგრევა რა თქმა უნდა რა. აი თამაშის დონეზე ერთხელ მაინც ხო გვითამაშია რა, მარიო მაინც ხო გვითამაშია. ხოთე მარიო. ან ჩაიწურდა რაღაცა ტური, გამოვიდეს მარიო გამოდიოდნენ რაღაც აგურის კედლებიდან და დადგა. მე ხომ დავაჭრა და გამოძრავ, ნახე და გამოძრავ მარიო. ამით იქცენა არის არ ჩანს, იმიტომ რომ ორი თამაში იყო. მეშინი არ მინდა რომ გამოძრავო. იქ რო ჩავარდეს, იქ რო მოკვდეს, იქ რო დიდი დრაკონი იყოს, ან მეშინია, ნახე არ მიყვავს, გებარ. ანუ იმ დახაც და კადრი არ იცვლება, ნახე არაფერი არ მოძრაობა არ არის, ანუ ვერ ვთამაშობ. და სადღაც ხო ვიღაცები ცხოვრობთ ეს რომ არაფერი არ იცვლება. და მე გარედან მოდის რაღაცა თემა, ის კუები რომ მოსწავლდნენ, დამეჯახება და მომკლავს. ჩაიტვირთება თავიდან. მე ისევ გავარი, იმიტომ რომ მეშინია. ისევ რაღაცა მოვა, ისევ დამეჯახება ის. ანუ მე სადღაც შეიძლება მოვიფიქრო რა, ეს რომ მტკივა რომ მეჯახება რა, აღხტები გაგურები იყო და მდგევარ იმ აგურებზე. აი ეს ჩათვალეთ რომ ესე ვცხოვრობ და იმ აგურებზე მდგევარ დაუსრულებლად, სანამ ფიზიკური სხეული უძრებს. როცა არ ვერთდებით თაობის პროგრამებში. იმიტომ რომ ყველა ჩვენ ვართ რაღაცა კონკრეტული თაობის წარმომადგენელი. ესეთი ახმა ალბათ უფრო მარტივი იქნება. მესმის რომ რაღაცები არ მოგწონს, მესმის რომ რაღაცების გვეშინია, მეც მათ შორის. მაგრამ არა, თუ თამაშობთ მარიოს უნდა ვიმოძრავოთ. იმიტომ სანამ ნაბიჯს არ გადადგა, შიშიც იქამდეა სანამ არ მოძრავთ. როგორც კი დაიძრებით, დააკვირდით, როგორც კი მიხვდებით ეს გეშინია, როგორც კი სახელს არქმევ, მაშინვე, ну ნახევარწალას, მინიმუმ ნახევარწალას კარგავს რა, ეგ ამბავი. ზოგადად გლობალიზაცია ამ ეტაპზე, ზუსტად აი ამ პლუტონით, ნეპტუნით, ურანით, როგორი შეუქცევადი უკვე, ანუ არაფერში არ მოწოდია, იმიტომ რომ ამის მერე მერწყულის მერე კიდე თევზები აქვს გასავლელი. თევზები, რომელიც ისევ უსაზღვრო გაშლილი ზონაა. აღარ უნდა ისინარსებდა დეკორაციები, უბრალოდ ფიზიკურ ასოციაციურ დონეზე ვთქვათ, ხო? ამიტომ ეხლა ვებრძოლო ქარის წისქვილებს, ჯობია ვისწავლო როგორ გადავრჩე. და ზუსტად აი ეს პლუტონი რასაც მაძლევს მეორე მხარეს რომ შემიძლია ისეთ სოციალურ სტრუქტურებში ამას შემიძლია ეს იდენტობა შევინარჩუნო, აი აქ როგორ გადავრჩე, თორე ქარის წისქვილებს რო ვებრძოლო, ეგ არის რომ მტკივარი კუბის წე მარიოსავით და არ ვინძრევი და იქ ვაგაკუნებ ფეხებს. მივეჩვევით ამას მე ვფიქრობ, მივხვდებით, იმიტომ რომ ზოგადად გვაქვს ეს ადამიანებს გადარჩენის ინსტინქტი გვაქვს, ეს გადარჩენის ინსტინქტი. და რომ საბოლოო ჯამში მერწყული ალბათ სწორად თუ იმუშავა და ჩვენც მივეცით ამის საშუალება, სახელმწიფო დონეზეც კი აი ამ კომუნებს გააკეთებს რა, ეს ახალი აი როგორც ადამიანები ვერთიანდებით რაღაცა ინტერესების მხრივ, ხო, ვისაც ახლა ურანი გვაქვს და რაღაცა ინტერესები გვაქვს, სიტყვაზე ეცახე არ ამოწმართობია ლაპარაკო, სახელმწიფოები ზუსტად ამ ინტერესის ქვეშ გაერთიანდებიან და უფრო ლოგიკური იქნება წესით. მე არ ვიზახი ომები აღარ იქნება, მაგრამ ომის ის ფორმები აღარ იქნება, იმიტომ რომ მორჩა თხის რქაში ეს ამბავი. და ალბათ ყველა ომი იქნება ინფორმაციული და ციფრული, ალბათ. ეს არის ორივე ციფრული სამყაროა მერწყულის და თევზებიც. არა ურანს დესტრუქცია, ამაზე ძალიან ბევრი მიკამათია, იმიტომ რომ მე მაგალითად ძალიან ესეთი პოპულარული ეს ამბავი, რომ მერწყული არის მე ამბოხე, მერწყული ანგრევს, მერწყული თუ რაღაცა ანარქია არის ყველაზე არც ეხა ალბათ თუ ვინმეს გაინტერესებს, არ არის აუცილებელი ყველა მიცოდეთ ანარქია, ნუ მაინტერესებდა. ყველაზე კონსტრუქციული სისტემა, ალბათ ყველა სისტემას შორის რაც შემორჩენილია, რომელიც იმიტომ რომ ნახე ურანი მარტო არ აკეთებს ამ ანარქიას, სატურნიც იქვია ხო თანამართვაში. ანუ ანარქია არ ნიშნავს ჯერ პირველ რიგში არ ნიშნავს მე რა მინდა ამ დონეზე რაღაცა გადაწყვეტილებების და იდეოლოგიის მომზადებას. ეგ არა. ანარქია ებრძვის სისტემებს, რომელიც აღარ მუშაობს, რომელმაც დრო მოჭამა. რომელიც რაველპება, ესე ხო და მე ანაცვლებს, ახლა ამას აკეთებს ხმაური. ამიტომ ვიძახო რომ ურანი დესტრუქციულია, ურანი ამტყებს, ურანი წვავს, ურანი არა. ურანი უბრალოდ არის ხმაურიანი.